როდესაც უკვე ბალანსი დაირღვევა ამ ჩვენს ორ ბუნებრივ ინსტინქტს შორის, ძირითად ინსტინქტს შორის, დაჩქარებული გზით ადამიანი მიექანება სიკვდილისკენ და მისთვის უკვე დამამუხრუჭებელი, უკან დამწევი ძალა არის იმდენად დაქვეითებული, რომ პრაქტიკულად მისთვის სულ ერთიც კი არის ამ დაავადების დროს ხვალდადგება ეს სიკვდილი დღეს თუ მისი ჯანმრთელობა იქნება სრულიად უფუნქციო და ძალიან შეზღუდული. შეეხება მშობლების როლს, სხვათა შორის ხშირად ძალიან აქტიური მშობლების შვილებს აქვთ ხოლმე დათრგუნული თვით შეფასება და ძალიან ხშირად მათ აქვთ მიდრეკილება გაარღვიონ რაღაც წრე. აქტიურ მშობლებში გულისხმობ ისეთ გადაჭარბებით მზრუნველ მშობლებს, რომლებიც პრაქტიკულად შვილების მაგივრად ლაპარაკობენ, შვილების მაგივრად განიცდიან, შვილების მაგივრად გეგმავენ მათ კვებას, მათ ყველაფერს. ასეთ შემთხვევაში ბავშვის განვითარება უფრო ფერ ხდება ხოლმე და მუდმივად რჩება ბავშვის სტატუსში, რომელმაც უნდა იცელქოს თითქოს და რაღაცა უნდა გააკეთოს ისეთი მაკვარანცხული. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა ცუდი მშობელი ყავდეს, მშობელი მაინც არ არსებობს ასე ბოლომდე ცუდი და მაინც ყველა მშობელს უნდა რომ მისი შვილი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი, რამდენი შეცდომაც არ უნდა დაუშვას, ძნელი იქნება დავადანაშაულოთ ამ პრობლემაში მშობლები. თუ კი რაღაცა ძალიან განსაკუთრებული პათოლოგიური მდგომარეობა არ არის ოჯახში, ხო? ამიტომ მე ვერ ვიტყოდი რომ ამაში ვინმე ესე კატეგორიულად დამნაშავეა, მაგრამ როდესაც უკვე დაავადება არის სასურველია რომ მშობლებსაც თავისი შვილების თერაპევტებთან ჰქონდეთ მეტი კონტაქტი და მეტი გაგება, იმიტომ რომ ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ თუ კი ადამიანი გახდა ავად, ათვლა იწყება უკვე ავადმყოფობის დადგომიდან. უკვე მას სჭირდება სპეციალური მიდგომა, სპეციალური დახმარება და მხარში დგომა არავითარ შემთხვევაში დადანაშაულება, იმიტომ რომ უკვე დაავადებულ ადამიანს თავისი გაჭირვებაც ყოფნის. პრევენციისთვის ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა მეტი განათლების შეტანა, თუმცა როგორც გითხარით, ზოგჯერ იმდენად ადრეული ასაკიდან იწყება, რომ თურმე ძალიან ადრეული ასაკიდან გარკვეული ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენ შვილებს თუ რას იწვევს ესა თუ ის ნარკოტიკი, იმიტომ რომ ისევ და ისევ მუშაობს მითები, რომ მარიხუანა ნაკლებად საზიანოა, ვიდრე ვთქვათ ეგრეთ წოდებული მძიმე ნარკოტიკი, მაგრამ მარიხუანაც განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან დაბრუნებული სტუდენტები, ბავშვები ხშირად არიან ხოლმე პრაქტიკულად ისეთივე ფსიქოზით განვითარებული ფსიქოზით, როგორცაც იწვევს კოკაინი და სხვა სტიმულანტები, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უცხოურ მარიხუანას აქვს სინთეტიკური მინარევები, რომლებიც იწვევს შიზოფრენიის სიმპტომებს, აუდიო ჰალუცინაციებს, მათ ესმით უკვე ხმები. შესაბამისად არც მარიხუანასთან არ ღირს ხუმრობა. ის მარიხუანაც კი, რომელსაც არ აქვს სინთეტიკური მინარევები და უბრალოდ იზრდება ბუნებრივად ბუნებაში ჩვენთანაც, ხშირი მოხმარების შემთხვევაში სამჯერ აქვეითებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობას და მამრობითის კეშის წარმომადგენლებში იწვევს სპერმის სიმშრალეს შემცირებას, ძალიან ხშირი მოხმარების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს სრული სიმშრალე. ესეც არავისთვის დასამალი არ არის, რომ როდესაც ადამიანი უკვე დაავადებულია ნარკომანიით, პრაქტიკულად მათ სქესობრივი ცხოვრებაც აღარ აქვთ და სქესობრივი ფუნქციაც პრაქტიკულად რჩებიან საკუთარ თავში ჩაკეტილი, აი ჩვენ არტოთერაპიაში გვქონდა კიდეც ასეთი თემა, რომ მოდი გავაკეთოთ, აი როგორც აბრეშუმის ჭია მოქსოვს თავის გარშემო კვერცხს და რჩება სრულიად გამოკეტილი. თუმცა აქ არ მთავრდება არაფერი, იქიდანაც ახალი სიცოცხლე იწყება, ისევ შეიძლება პეპელამ გამოჭრას და ამოვიდეს. ანუ დანებება არც ერთ შემთხვევაში არ ღირს ადამიანმა ყოველთვის, როგორც არ უნდა დაეცეს, უნდა წამოდგეს და გზა გააგრძელოს. მაგრამ ერთი არის ის ცოდნა, რომელიც უნდა გქონდეს ადეკვატური ცოდნა გავრცელებული მითების გარეშე. ძალიან მარტივი ენით იქნებ ეს თუნდაც უფროს კლასებში ბავშვებთან დიალოგი იყოს საჭირო, მშობლების ინფორმირება და როდესაც ადამიანს უკვე აქვს სრული ინფორმაცია იმაზე, თუ რას იწვევს ესა თუ ის ნარკოტიკი, ამის შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად უძლურებით ვართ, იმიტომ რომ რას ვუზამთ ჩვენს ორგანიზმს, ამისი უფლება ჩვენთვის არავის არ წაურთმევია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. უბრალოდ სამწუხაროა, როდესაც ვართ თვითდესტრუქციულები და ნაკლებად მიდრეკილი სიცოცხლისკენ. რაც შეეხება ინფორმაციის მოძიებას, იცით, როდესაც უკვე ადამიანი მიმართავს სამკურნალო დაწესებულებებს,
როდესაც სჭირდები პაციენტს რაღაცნაირად გაგნებს კიდეც. თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა თუ ტელევიზიით იქნებოდა ერთი გადაცემა მაინც ამ პრობლემის გარშემო, იმიტომ რომ ისევ და ისევ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თუ კი სხვა ქვეყნებისთვის ეს არ არის იმხელა დარტყმა, ძალიან პატარა პოპულაციისთვის, როგორც ჩვენ ვართ, ნამდვილად მოსახლეობის თითქმის 5%, როდესაც არის ნივთიერებაზე დამოკიდებული და მწყობრიდან გამოსული, ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნის დემოგრაფიიდან დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული, ალბათ ყველაფრისთვის, ხო? და თითოეული ადამიანის უკან კიდევ რამდენი ადამიანი დგას. ამიტომ ყველა ის ინფორმაცია, რაც ვერ სწდება პაციენტებს, აი თუნდაც ისევ და ისევ ჯეფის მომხმარებლებს კუსტარული ნარკოტიკის, რომელიც იწვევს ეგრეთ წოდებულ პარკინსონიზმს, მათთვისაც მინდა გამამხნევებელი რამ თქვა, რომ არ არის ასე უიმედო სიტუაცია, ნევროლოგიური წამლებიც ახდენს ზეგავლენას, ფსიქოთერაპიასაც აქვს თავისი ძალა, ასე რომ სრული განკურნების ფაქტებიც არსებობს და გაუმჯობესების ხომ აუცილებლად. ამიტომ არც ერთი დაავადებული ადამიანი არ უნდა დანებდეს და არ უნდა მიიღოს ავადმყოფის პოზა, აუცილებლად უნდა ხელი გაანძრიოს და მოიძიოს სერვისები, რომელიც არის საქართველოში. არ ვიცი, რამდენად საკმარისი პრობლემასთან მიმართებაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება თუ კი სკოლებში მიიღებენ ინფორმაციას დედებიც და ბავშვებიც იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკმა. და ისევ და ისევ რომ დაუბრუნდე ჩემს უსაყვარლეს პაციენტებს ძალიან ხშირად, როდესაც ნოსტალგია მოაწვევათ ხოლმე თავისი, ასე რომ ვთქვათ, გაბრუებული ცხოვრების, ამბობენ, რომ აგერ მიკ ჯაგერი რომ ცოცხალია, რამდენ კოკაინს მოიხმარს, ოღონდ არავინ არ იცის სინამდვილეში მიკ ჯაგერი მართლა მოიხმარს თუ არა, ბევრს მოიხმარს თუ არა და ასე შემდეგ. აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენეტიკური განწყობაც არსებობს ნივთიერებების მიმართ და როგორც აღმოჩნდა, ქართული გენეტიკა აღმოჩნდა ძალიან არამდგრად, იმიტომ რომ 100-დან 99 ადამიანი ავადდება. არ ვიცი სხვა ქვეყნებში რამდენად ასეთივე პროცენტით ავადდებიან. თორე ზოგჯერ არის, როგორც არის, ხოლმე ადამიანი შეიძლება დრო და დრო სვამდეს ალკოჰოლს, მაგრამ არ იყოს ალკოჰოლიზმით დაავადებული. ასეთი შემთხვევებიც ხდება, მაგრამ საქართველოში როგორც წესი არა, როგორც წესი ყველა ხდება ავად. რაც შეეხება მიკ ჯაგერს, მის შესახებაც ნამდვილად არ გვაქვს ამომწურავი ინფორმაცია და ამას ხუმრობით ვუპირისპირებ ხოლმე. აბა ელვის პრესლი, აბა უიტნი ჰიუსტონი და ესე იგი იმდენად მძიმე შედეგები არის, თუნდაც ცნობილი ადამიანების მხრივ, რომლებიც ხანდახან იდეალებს წარმოადგენენ ხოლმე პატარებისთვის და ძალიან ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომ მე მგონი აქაც ვერაფრით ვერ გაიმარჯვებს ნარკოტიკების მომხრე აზრი, ასე რომ ვთქვათ. და არ ვიცი, ფინალში როგორ დავამრგვალო ახლა ეს ამბავი, აუცილებლად ისევ გამხნევებით, ისევ იმითი, რომ ეცადეთ მკურნალობას, ნამდვილად შეიძლება ამ დაავადების მართვა. ნამდვილად შეიძლება კარგი შედეგების მიღწევა და სრულყოფილ ცხოვრებაში დაბრუნება. და მე ძალიან მიყვარს ფროიდის ერთი ძალიან მარტივი ფორმულა, რომ ადამიანი არის ჯანმრთელი, თუ მას შეუძლია სიყვარული და მუშაობა. ანუ სიყვარული როგორც ზრუნვა, ეს არის ადამიანური სიყვარულის ფორმა, თორე ისე ცხოველსაც შეუძლია უყვარდე და სიხარულით გვხვდებოდეს. და მუშაობა თუნდაც დღე-ღამის განმავლობაში 2 საათი მაინც რუტინული ენერგიის გამომუშავება, რომ ადამიანი იყოს ფუნქციონალური, ქმედითი. და მე მგონი ეს თვითონ ადამიანსაც ბედნიერს ხდის და ყველასთვის კარგია მის ირგვლივაც და ნამდვილად შეიძლება ამ შედეგის მიღწევა. და თუ კი ვინმეს ჰქონდა ნარკოტიკების გამოცდილება, ესეც იყო რაღაც გამოცდილება, რომელიც საინტერესოა და შეგვიძლია დავხუროთ და გადავშალოთ ახალ ფურცელზე გადავიდეთ. ხშირად ვამბობ ხოლმე ჩემს პაციენტებთან, რომ ის ჩემი საყვარელი გამოთქმა, რომ კარტი რომელიც დაგირიგდა, გამოცვლა არ შეიძლება, ეს არის თამაშის წესი, მაგრამ როგორ გაითამაშებ ხელს, ეს ნამდვილად შენზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ჩვენ ცხოვრებაში ეს ბედის წერით მოვლენილი რაღაცეები, ჩვენი გენეტიკური წარმოშობა, ის რომ საერთოდ დავიბადეთ და რამე გკითხა გვინდოდა თუ არა, რაღაცა უბედური შემთხვევები, რომელიც ჩვენ არ გვემორჩილებოდა ჩვენს გარეშე ხდება, ჯამში რო შეკრიბო, მაქსიმუმ ალბათ 10% იქნება და დანარჩენი ყველაფერი არის არჩევანის საკითხი.
ამიტომ თუ გვექნება კარგი არჩევანი, სიცოცხლის სასარგებლო, ჩვენი ბედის წიგნს ვწერთ თვითონ და უბრალოდ რაც უფრო მეტ ფურცელს ჩავდებთ, უფრო საინტერესო იქნება და გადავშალოთ ეს ფურცელი ერთად.